ნია ჟორდანიასა და ვიტალი ასეთიანის ახლობის საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში დასრულდა. შეჯიბრი 5 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და მასში 100-მდე ახალგაზრდა საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მონაწილეობდა. გამარჯვებულების სიგელებით, მედლებითა და ფასიანის საჩუქრებით დააჯილდოვეს ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტისა და აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორების მით შეჯიბრი ტრადიციულია და უკვე მე-12-ად გაიმართა. ჩოგბურთზე დავდივარ 3 წელიწადია. ამ შეჯიბრებებზე ხშირად მონაწილეობ, ხანდახან ვიმარჯვებ, ხან არა. ამ შეჯიბრებაზე ავიღე მესამე ადგილი, რადგანაც რთული მოწინააღმდეგეები შემხვდა, მაგრამ მაინც გავიმარჯვე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს წრიული სისტემით, სადაც ბავშვებს ყველაზე ცოტა 4 თამაში უწევთ. ამიტაც ძალიან კმაყოფილი არიან, ერთდროულად ვარჯიშობენ კიდევაც თამაშების შემდეგ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად დახვეწონ ოსტატობა. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს ამდაგარ ტურნირებს. ეს ხელს უწყობს ბავშვთა ჩაბმულობას. მრავალი სპორტსმენი იყო ჩამოსული წელს აჭარაში და მომავალში ვაპირებთ უფრო გრანდიოზული ტურნირების ჩატარებას ამ სახეობაში და არა მარტო ამ სახეობაში, სხვა სახეობებში ჩატარდება გრანდიოზული ტურნირები.